მათედევიძის სასამართლოს ხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღევანდელ პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ძალადობრივ დაკავებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე. ეს იყო უწყვეტი პროტესტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სწორედ დაკავების პირველი ტალღა იყო, როდესაც რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი მათედევიძე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან ხის ჯოხით და სწორედ ამაზე საუბრობდა დღეს სასამართლო დარბაზში პროკურატურა, თუმცა მაშინ, როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას მათედევიძის მიერ დაზარალებული ვინ არის პოლიციელი, რომელსაც მიადგა რაიმე ფიზიკური ზიანი, პროკურორი გვეუბნება, რომ არ არსებობს რაიმე ხილული დაზიანება, შესაბამისად ამას ვერც ექსპერტიზა იტყვის, თუმცა პოლიციელი ამბობს, რომ მას ეტკინა, როდესაც მათედევიძემ რაღაც გარკვეული საგანი მოიქნია. საინტერესო არის ასევე ის, რომ საელჩოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცა მათედევიძის სისხლის სამართლის საქმე. დღეს საფრანგეთის წარმომადგენლობა იმყოფებოდა საქალაქო სასამართლოში სპეციალურად საიმედოდ, რომ მონიტორინგი გაეწიათ ამ ახალგაზრდის საქმეზე, თუმცა იმდენად პატარა იყო სასამართლო დარბაზი, რომელშიც პროცესი გაიმართა, რომ ვერც ისინი და სხვა შორის ვერც მათედევიძის მხარდამჭერები ვერ დაესწრნენ. სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გაწყებულია იმ საფუძვლით, რომ ვითომ და ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფილი მათედევიძე თავმჯდომარის ხალხმანძრა პოლიციელებს არის სრული. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ქართულად ყოფნა პირველ რიგში ეს ნიშნავს სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას. მათი მიეკუთვნება სწორედ იმ თავისუფალ და ლაღთაობას, რომლებმაც საკუთარი მომავალი სასწორზე დადეს და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ყოველთვის ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი. თქმა უნდა 2024 წლის 19 ნოემბერსაც, როდესაც ის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან მიეცა ტერორის ატმოსფეროში და დააკავეს. საპროტესტო აქციაზე იკვეთებოდა მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ დადევნების შემთხვევები ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით, რამაც მიიქცია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ყურადღება. მოულოდნელად მათე მოეცა პოლიციელთა ალყაში და შემდეგ რა მოხდა არ ახსოვს. ახსოვს ის, რომ ხელში ეჭირა მოყავოს დახვეული ტრანსფარადი წარწერით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება პოლიციელთა მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები. პოლიციას აღენიშნება დაზიანება ერთ შემთხვევაში სახის მიდამოში, მეორე შემთხვევაში ექსპლუატაცია ხრის მიდამოში, მესამე პოლიციას არ აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა ის გამარტავდა, რომ მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. რეჟიმის კიდევ ერთი პირადი ტყვის ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი დასრულდა ხმაურით და შეძახილებით, რომ სასამართლო სამართალს არ ემსახურება რეალურად და პატიმრობაში ტოვებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროტესტის პროცესში პროევროპულ აქციაზე არიან დაკავებული. ანატოლი გიგაურს ხელბორკილები დაადეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. მისი დაკავება მოხდა აქციაზე მაშინ, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა, რომ ხმის გამაძლიერებლები და ტექნიკა შეეტანა რუსთაველის გამზირზე, თუმცა პოლიცია მათ წინააღმდეგობას უწევდა. სწორედ ამ დროს დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ანატოლი გიგაური პოლიციელების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, მას მუშტი მოხვდა სახეში და ცდილობდა, რომ მოეშორებინა თავიდან პოლიციელი, რომელიც მას ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა საქმე იქამდე მივიდა, რომ ანატოლი გიგაურს ახლა 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ანატოლი გიგაურს! თავისუფლება ანატოლი! დავიწყეთ საქმის არსებითი განხილვის ეტაპი, შესაბამისად მოსამართლემ უფლებები განუმარტა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს, ბუნებრივია ანატოლი გიგაურმა არ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფაქტს, ხელის მოქნევის ფაქტს პოლიციელის მიმართ არ უარყოფთ პირველი პროცესიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანატოლი გიგაურმა ჩაიდინა დანაშაული. გამომდინარე იქიდან, რომ ანატოლი გიგაურის მოქმედებას წინ უსწრებდა პოლიციელის მიერ მართსაწინააღმდეგო მოქმედება, კერძოდ შეკრული მუშტის გამოყენებით სახის მიდამოში ანატოლი გიგაურზე ფიზიკური დაზიანების მიყენება და ამის შედეგად ნაკარნახევი მოქმედება იყო უკვე გიგაურის მოქმედება, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება პოლიციაზე თავდასხმად. დღეს დილიდან საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული სისხლის სამართლის წესით ბრალდებულების პროცესები მიმდინარეობს. პრაქტიკა არის შემდეგი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა საქმეში ფორმალური მტკიცებულებები საიმისოთ, რომ ადამიანი დატოვონ პატიმრობაში, ყველა რეჟიმის მსხვერპლი მაქსიმალურად ისჯება და თითოეულ მათგანს მოსამართლეები დაუსაბუთებლად, თუმცა მაინც პატიმრობაში ტოვებენ.